შენ გეუბნებიან რომ უნდა შეეგო სიღარიბეს. გარწმუნებენ რომ აქ არაფრის იმედი აღარ უნდა გქონდეს. უნდათ დაგაჯერონ რომ ეს ქვეყანა არა შენი, არამედ მათი საკუთრებაა. ცდილობენ გაფიქრებინონ რომ უკეთესი დღე შეუძლებელია გათენდეს. ისინი ოცნებობენ რომ შენ სასოწარკვეთილი გაიქცევი საკუთარი ქვეყნიდან. მაგრამ ისინი გატყუებენ. აქ შენი სივრცეა და შენი ხმა ისმის. ჩვენ ვლაპარაკობთ ყველა შენს პრობლემაზე. და აქ შენ იპოვი რწმენას, რომ ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად იყოს. ეს სხვანანუკაა შენი მოკავშირე მთავარ აქზე. სხვანანუკა მთავარზე. ყოველ ოთხშაბათს საღამოს 10-ზე. საღამოში და ბისა, დღეს კარგი ოთხშაბათია ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, კარგ და საინტერესო ადამიანებზე, საინტერესო ამბებზე და ვიწყებ ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ამბით, რაც კი გამიგია 40 წლის მანძილზე. მე თქვენ გაგაცნობ დღეს ქალს, ელისაბედ ჯავახიშვილს, რომელმაც სხვისი 18 შვილი იშვილა. სხვისი. თუმცა მას საკუთარი 9 შვილი ჰყავს. 3 შვილი ყავდა დაახლოებით გაჩენილი, როდესაც ოჯახის წევრებმა ყოველთვის ოჯახში საკითხი დაუსვეს, რომ მრავალშვილიანი დედობა შეეწყვიტა და სწორედ ამის გამო ადგა და მის მეუღლესთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. უწევდა სხვისი შვილებისთვის ეს ოდნავ მოგვიანებით. ბევრი რამის დამტკიცება და ბევრი რამის ახსნა. თუმცა ამბავი, რომელიც გავს ფილმს, ასეთია. ელისაბედმა სხვა მოზარდებთან ერთად ასევე იშვილა 3 და-ძმა და პირობითი სახელით. გოგო სოფო, ანუ ერთ-ერთი და ამ დედმამიშვილებიდან 13 წლის ასაკში ჯარისკაცებმა გააუპატიურეს. თუმცა უფრო მძიმე ამბავი მანამდე მოხდა, როდესაც გოგომ პირობითი სახელით სოფო ქალიშვილობა 9 წლის ასაკში დაკარგა და ეს ბიოლოგიური დედის იძულებით მოხდა. ამ სასტიკი ამბის სანაცვლოდ დედამ სასმელი მიიღო. ქალბატონი ელისაბედი არის ახლა პირდაპირ ეთერში. ქალბატონი ელისაბედ, მოგესალმებით. მოგესალმებით. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მე შორიდან თქვენზე უკვე იმდენი ამბავი ვიცი, რომ მართლა არ ვიცი, საიდან დავიწყო. მოდით, დავიწყოთ თავიდან, რამდენი შვილი ყავდათ, როდესაც სხვისი შვილების შვილადაყვანა დაიწყეთ? 5 შვილი მყავდა, როდესაც 1995 წელს იყო ეს საპატრიარქოში მუშაობდი. დიახ. და დედა მარიამის ინიციატივით, ეს არის ფერისულის დედათა მონასტრის საზღვარი, მოხდა ქუჩიდან ბავშვების აყვანა და ეს ქუჩიდან აყვანილი ბავშვები უნდა გაენაწილებინათ სხვადასხვა ოჯახებში. დედა მარიამმა მიიბარა სიონში და შემომთავაზა თუ გაქვთ სურვილი, რომ აი ამ ქუჩიდან აყვანილ ბავშვებს სითბო და სიყვარული მზრუნველობა აჩვენოთ. ჩვენ რა თქმა უნდა ცოტა შეგვეშინდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი სიკეთის და მადრის კეთების, რომ ცადეთ და მე მგონი გამოგვივიდა. აუცილებლად უნდა გითხოთ, მეუღლე მარტივად დაითანხმეთ? მეუღლე დედის ერთად და მით უმეტეს რომ მძიმე, ანუ მატერიალურად არ ვიყავით ისე უზრუნველყოფილი, რადგან უკვე ცალკე ვცხოვრობდით, მას დიდი სურვილი ჰქონდა, ანუ ბავშვები უყვარს, კეთილი ადამიანია და ჩემი თანადგომით მეც ძალიან ისეთი იდეური ადამიანი ვარ და რაღაც ის ჩვენი სურვილი იყო გვეკეთებინა ეს საქმე. იცით რა, როდესაც ჩემ მაყურებლები გაიგებენ, რომ აი 18 შვილი იშვილეთ, სხვისი შვილი და აღზრდაში დროულად არ ხდებოდა. მესმის. ეტაპობრივად. კი, ვიცი ეს, მივხვდი, ამას ყველა მივხვდება, იმედია რომ ეტაპობრივად ხდებოდა, ბავშვები ალბათ იზრდებოდნენ, სრულწლოვანები ხდებოდნენ, მიდიოდნენ და შემდეგ ახალი, მაგრამ მაინც როგორ იყო ნანობა, მაშინდელი კანონი ბავშვებს ესეთი მოძალადი მშობლებისგან არ იცავდა და ჩვენ რაღაცა წესრიგში მოვიყვანდით რამოდენიმე ხანი და მერე მოდიოდნენ ეს მშობლები და მიყავდათ ეს ბავშვები და ისევ ქუჩაში სამათხოვროდ უშვებდნენ და აი ესეთი მე მქონდა ერთხელ შემთხვევა ერთ-ერთი ამ 3 და-ძმის დედა დამესხა თავს ვაღზის ტერიტორიაზე და პოლიციელებმა მიმაცილეს მეტროს ვაგონამდე რომ და რა იყო აგრესიის მიზეზი? ანუ ბავშვმა რომ დამინახა, იქ გლახაკობდა მიწისქვეშა გადასასვლელში, დამინახა და გამოიქცა და ჩამეხუტა ელისაბედ დედიდან წამიყვან შენთან, წამიყვან აქ არ მინდა და აი ამ დროს შვილს მართმევ და დამესხა თავს და იქ ხალხი მოგროვდა
და პოლიციაც მოვიდა, რა თქმა უნდა, და ბავშვს კითხეს, ვისთან გინდა, დედასთან თუ ამ ქალბატონთან და იმდენად ეშინოდა ამ ბავშვს, რომ თავი დაღუნა და პირილი დაიწყო. და ბუნებრივია ბიოლოგიურ დედას გაყვა. გაყვა იძულებით, იმიტომ რომ შიშის ფაქტორი მოძალადეები იყვნენ, ესენი ალკოჰოლიკები და ის ძალადობდნენ ბავშვებს. ქალბატონ ელისაბედ, აუცილებლად უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ ეს კითხვა მაყურებელში გაჩნდება, ბუნებრივია და მინდა რომ უპასუხოთ. იყო თუ არა ფინანსური мотиваცია რამე სახელმწიფოსგან დახმარება? არა, მაგ დროს არ იყო ფინანსური мотиваცია. აქ იყო კეთილი ადამიანების ჯგუფი, ახლა მე ამაზე რომ ვისაუბრო, ნანუკა, მთელი საეთერო სივრცე დამჭირდება, იმიტომ რომ აქ ბევრი ისეთი მე უბრალოდ ვიყავი ერთი რგოლი, რომელიც მონაწილეობას ვიღებდი. ბევრი ადამიანი იყო იმ პერიოდში, რომელიც ამ საქმეს, კეთილ საქმეს ედგა სათავეში და დაახლოებით 500-მდე ბავშვი სწორ გზაზე დააყენეს და შემიძლია სახელებით ჩამოხსნა, რომ დედები იყვნენ ფერისვალების დედათა მონასტრის, დედა მარიამი, ბატონი გიარაზმაძე და ძალიან ბევრი ადამიანები და ესმის. კეთილი ადამიანები, რომლებიც ეხმარებოდით სხვა ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ოჯახი, რომლებმაც დავეთანხმეთ ამ მონასტრის დედებს, რომ მონაწილეობა მიგვეღო ამ ბავშვებისთვის, ზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის სითბო და სიყვარული, დედობრივი სითბო. ესმის. ქალბატონ ელისაბედ, რა იყო ყველაზე რთული? თქვენი შვილები გყავდათ, საკმაოდ ბევრი შვილი გყავთ. და სხვისი შვილები შემოდიოდნენ ურთიერთობებში, რაღაც ალბათ შემოქონდათ ახალი დღის წესრიგი. როგორც დედისთვის ძალიან თავდაპირველად გამიჩნდა შიში, რომ ეს ბავშვები ქუჩაში წევოს სუნთქავდნენ, იქ იყო ყველანაირი მძიმე მდგომარეობა, ძალადობა და ინფორმაციულად მეშინოდა ჩემს შვილებს აი ეს ინფორმაცია მათგან არ მიიღოთ, იმიტომ რომ ერთად თამაშობდნენ, ერთ სივრცეში უწევდათ ყოფნა, დაძინება. ამიტომ გარდა იმის, რომ ფიზიკურად ძალიან დატვირთული ვიყავი სარეცხვის რეცხვის ადილის გამზადება, სულ ვცდილობდი, რომ მათთვის მომეყოლა, წამეკითხა და იმათი გონება გადამერთო. ერთად თამაშობდით, ერთად მივდიოდით ტყეში, ფეხით მსვლელობები, ლაშქრობები და ძალიან აქტიური ცხოვრებით ვიცხოვრეთ და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ეს 8 წელი, ძალიან და ბევრი ჩემმა შვილებმა ცოდომად ისწავლეს, აი ეს არის ყველაზე მთავარი და სწორედ დაინახეს რა უნდა აკეთო ადამიანმა ცხოვრებაში. ქალბატონ ელისაბედ, აი სირთულე რომელიც დაძლევაც გაგიჭირდათ მაინც ამ თემაში რა იყო ყველაზე მეტად ისეთი? ამ თემაში იყო ყველა ადამიანს აქვს საკუთარი სახლის ჭერის განცდა და აი ჩვენთვის ეს იყო ყოველთვის მოუწეს, როცა სულ მქონდა ეს შიში, რომ კი ვზრდი და ესეთი ენთუზიაზმით ყოფილა ის ღამეები, რომ ღამეთ ამჯდარვა და მიტირია, რომ აი იმ ჩარჩოებში, როგორც სხვა ოჯახები, რომ აქვს თავისი სახლი და რაღაც მე ეს ყოველთვის მეკლდა და აი ყოველთვის გამოვირჩეოდი და ზურგს უკან ყოველთვის მოვყვებოდა ესეთი, რომ ეს გიჟია, ეს არ არის ნორმალური და რაღაცა ესეთი ყოველთვის რაღაცა რომ გავდიოდი ამ გზაზე მერყეობდი, შიში მქონდა, რომ რამდენად დამიფასდება ეს ყველაფერი. დაგიფასდათ? კი. 18 ბავშვიდან რამდენი ბავშვის დაყენება შესძელით სწორ გზაზე? იცით რა, უმეტესობა წავიდა, თავის გზას გაყნევ, მაგრამ რამოდენიმე დღემდე ჩემთან ურთიერთობაშია, როგორც ჩემი შვილები, მისვლა-მოსვლა, ისინი ჩემი შვილიშვილების ნათლიები გახდნენ და ასე დაუნათესავდნენ. კარგით რა. ერთ-ერთი გოგონა, რომელიც სომეხია, ჩემი მეშვიდე შვილის ნათლია. მამა გიორგი ჩემი უფროსი შვილიშვილის ნათლია და ესე და ძალიან ისინი ჩვეულებრივი და-ძმები არიან ჩემი შვილები. ბუნებრივია, ლოგიკურია. ქალბატონ ელისაბედ, მე თქვენი ამბავი ზოგადად წავიკითხე პრაიმ თაიმში და მადლობა მინდა ჩვენს კოლეგებს უთხრა იმისთვის, რომ შემდეგ ძალიან დაგვეხმარნენ, რომ თქვენამდე მოსულიყავით და იქ წერთ და აღწერთ ძალიან დეტალურად თქვენი ერთ-ერთი შვილად აყვანილი გოგოს უმძიმეს ამბავს, ბუნებრივია, რომლის ფოტოც ახლა აქ არ არის საერთოდ, არც მის სახელს ვახსენებთ, არც მის ასაკს და საერთოდ ვერ მოხდება, მოკლედ, მისი ამოცნობა ახლა ჩვენს რომ შეიძლება გვიყურებს ახლა ის გვისმეს და ისედაც ტრაგედია აქვს გამოვლილი მთელი ბავშვობა და
ჩემთვის ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი, ნანუკა. უბრალოდ ეს იყო 90-იანი წლების უმძიმესი პერიოდი, როცა ბავშვები ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლი. ერთ-ერთი გამომეხმაურა კიდევაც ალბათ სამხედროა ჯარისკაცი და როცა ეგ წაიკითხა, მაგრამ მე ეს ინფორმაცია ჩემი თვალით არ მინახია. უბრალოდ ბავშვმა როცა აბანავე და სარკეში მდგარი მუცელს ამოწმებდა და მე ვკითხე ხომ არ გკივა მუცელი და მე მგონი ფეხმძიმედ ვარ და მიამბო ეს ამბავი დედამ როგორ გაუშვა არყის ფულის საშოვნელად და იქ კარგი ბიძიებიც ხდებოდნენ რესტორანში, რომლებიც ფულს მჩუქდნენ და ნასვამი ადამიანები ეხლა ხო ხდებით რომ მე ჯარისკაცებს არ ვაკნინებ პირიქით ძალიან იყო ესეთი სამწუხაროდ ბავშვის ინფორმაციით ვამბობ ამ ბავშვს რაც მე თვითონ მოვისმინე მე ეს გოგონა მონასტერში გადაიყვანეს ფოკის დედათა მონასტერში და რამოდენიმე ხნის მერე იქიდან გაიქცა და 2 წლის უკან შეხვდა კოლმეურნეობის მოედანზე მე რა თქმა უნდა ვერ ვიცანი თვითონ გამოიქცა ელისაბედეი და ფეხმძი მოიყვა და ხელში პატარა თოთო ბავშვი ეჭირა და მე ვერ ვიცანი, იმიტომ რომ დაბერებული ხალი იდგა ჩემს წინ, მით უმეტეს რომ ჩემზე ასაკით და გაოცებული უყურები და მითხრა მე ეს ვარ და ჩამეხუტა. კარგით რა. ძალიან გამიხარდა, ძალიან ერთმანეთს მოვეფერეთ და ტელეფონის ნომრები გაუცვალეთ, მაგრამ ანუ არ აქვს და ის კომუნიკაცია. ორობს და არ მე ვთქვარი, როცა გინდოდეს ჩემი სახის კარგი ყოველთვის ღია შენთვის თო, მაგრამ სამწუხაროდ არ შემხმიანებია. ქალბატონო ელისაბედ, დღეს ყავთ ბავშვი, რომელს ხვისიშვილი, რომელსაც თუ აღარ უკვე? არა, დღეს უკვე შვილიშვილები მყავ, მათგან ყავს 7 შვილიშვილი და ჩემთან მოდიან ბებოს მეძახიან ისინი შვილობილი შვილები და არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და არაჩვეულებრივი ოჯახები შექმნეს მათ. არაჩვეულებრივი ქალბატონი ხართ თქვენ? და იცით რა არის აი ეს ჩართვის ეს ჯერჯერობით კიდევ ვერ აღვიქვი რა პრინციპია ესეთ ჩართვა მაყურებლის სტუდიაში აბსოლუტურად სხვა გემო აქვს სტუმართან საუბარს და მე თქვენ გემრიელ ლუკმად გინახავთ როდესაც ეს კორონა ჩაწყნარდება რომ სტუდიაში უფრო ცლად ვისაუბროთ თქვენზე თავისი გადაღებით თავისი ყველაფრით უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი მადლობა თუ შეიძლება ნანუკა მე ვიცი უამრავი მეგობარი მიყურებს ეხლა ეს სამი დღე აი ესეთი პიკია ემოციის და გულშემატკივრობენ და მინდა ემიგრაციაში მყოფ ქართველებს მიულოცოთ დღევანდელი დღე გიორგო ჩემ ქართველებს სრულიად საქართველოს და იყავით მხნედ ომახიანად აკეთეთ სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს მეგობრებო უღრმესი მადლობა უღრმესი მადლობა თქვენ ძალიან დიდი მადლობა მე გიორგობის მოლოცვა ბოლოს მინდოდა გადაცემის ბოლოს და მიხვდებით რატომ თუმცა მე ვუერთდები ამ მილოცვას და ყველას გილოცავთ გიორგობას და რაღაცნაირად გისურვებთ გამარჯვებას ყველა პრობლემაზე, ყველა ტკივილზე, ყველაფერზე გამარჯვებას, რაც გაწუხებთ და პირველ რიგში კორონაზე გამარჯვებას უსურვებს სამყაროს. ახლა კი ნამდვილად იმსახურებთ, რომ განწყობა რადიკალურად შეგიცვალოთ და ამიტომ უნდა წავიდეთ გურიაში. ალბათ შეამჩნევდით, რომ ეს რეგიონი მაქვს ყველა გადაცემაში, მაქვს და აი რა უნდა ვქნა მითხარით, იმიტომ რომ მე მგონია, რომ მხოლოდ გურულ ქალს შეუძლია მოახერხოს ტუჩ საცხ წასმულმა იბარჯიშოს, მიწა დაბაროს, ნარდი ითამაშოს, მეზობელს ეჭორაოს და ნარს თუ წააგებს, იბუქნაოს კიდეც. ამ ამბების გარდა ვსაუბრობთ გურულ მოდაზეც. ნატა ჯალობაძე და ჯაბა ჩიტიძე პირდაპირ გურიიდან. ირინა! ხარა დავლიად გოგო გამოდი! აიმე! ვაიმე! ამაში ჯობია ყავის მოდუღება. თურე ეს ჟეზმე უფრო კარგად ადუღებს, რა ხო იცი თვალისვან და თვალი ჭამს. მომკლა ამ ახალგაზრდობამ რა. იცი რა მიკვირს ყველაზე მეტად? ამ ახალგაზრდობას რა ჭირს ერთი გამარჯვებინა რა. ყველა ოჯახი ინგრევა, სადაც გავიარე, ხო? ის იმას გაშლ გონია და ვაქორწინე ბავშვები გემრიელად, ტკბილად, ყველაფერი იყოს სილამაზე სიყვარული და გავიხედა გაშორებულები არიან. დილას ვიწყებს სილამაზით. სილამაზეს გაუმარჯოს. ყოველ დღეს დგები და ღმერთს ვეუბნები. დღეს იქნება ლამაზი დღე. ეს არის ჩემი ბოტოქსი. ამას ერთ კოს გაურებ წყალში, მოვადუღებ ფაფისებურად, იმას წავის მოსახეზე და ყველა გიჟგავს თუ ვინმე შემომისწრო. გურული ქალები, ნენა, თავზე იმიტომ ვიკოსავთ ასე და იმიტომ გვაქვს ხოლმე შეხვეული და გაკონილი, რომ მეტი აღარ შეგვიძლია.
შექმნილია. ეს ყველაფერი არის გული ქალის გასახიერება, რომ ოჯახი უყვარს იმას განსაკუთრებით. და თავიც იმიტომ აქვს შექმნილი ოჯახს ბევრი ჭირდება, ჯახია. ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი ის, რომ აი სექსზე ლაპარაკობენ ტელევიზორში 24 საათი, მესმის ეს სექსი და აი ჩემ დროს ხო, ჩემს ახალგაზრდობაში სექსი ყველას ჰქონდა. სექსის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ეხლა ეთყობა არა აქვს ამ საწოდავებზე ლაპარაკობენ. დაგვეთხოვეთ ბატონო ამბებრებს. ნუ გვაკლაპინებთ ნერწყვებს ამ სექსით. კორონა ჩვენ დღას დაგვაკლებს. კორონა თიცაც ვერ გვახლებს. ახ მოდა. ცინა მიყვარს, ძველმანებს გადაკეთება. პრუჭუნები, ეს არის ჩემი მოდა, იცი, როკოკოებს დავაქარგავ აქ, წითელი როკოკოები, შავ ზედაზე, უბრალო ზედაზე. ამის შესაფერისი ფეხსაცმელებიც მაქვს. Yes? და ამის შესაფერისი ბიჟუტერიაც მაქვს. იცით რითი ვერთობი მთელი დღის განმავლობაში ცოტა განტვირთვები როცა მაქვს. ნარდით ბუქნებზე ვთამაშობთ. ეხლა ისე გავსუქთი ამ კორონოპასე, რომ 10 ბუქნი და ვთამაშობთ ვაგროვებ, გაიგე 50 ბუქნზე ვჯდები ამ ხრისკარი 7. წავედი უნდა გავხურდე, ცოტა ფიგურას მივხედო. მე თქვენ გიჩვენებთ ეხლა კლასს. ძნელია სიბერე და სიბსუქნე. ჩუსტებით ჩავიცვი. აი ესეც ჩემი ბოსტანი. დედა, წავიღიღინო ის, რასაც ფიქრობ ეხლა. გურიაში ბალახები არა მოდაში. იქნება ბევრმა ქალმა არ იცის, მაგრამ ჩემი რჩევა. აი ეს თოხის მოძრაობა მკერდს ამკრივებს, ხო და მთელი დღე პაპიროსი რო უჭირავს ამ ახალგაზრდა გოგოებს ხელში, ჯობია თოხი დაიჭირონ და მკერდის ფორმაში ექნება და ტანს. მაი რაც არ მომწონს იმას კი ვიტყვი კაცო. ახლა რომ გამოვა შინისანა კაირობო აქამდე, რომ გამოვა აქამდე. რა, მაი ჩაცმა? არა, ჩაცმა. გეიბერა ტუჩები, გევიდა პატარა ხანი აღარა აქვს აი ტუჩებს საწევიდა. ხონდა მიხედოს უკან რომ შენ თანდათან ასაკი გემატება რა. იმას აქ შეხვდე უნდა იკეთებენ ნემსებს თუ რაცხას და გამოდიან ამფერიავ. მარჯობია ვიდეო ამფერი იყო. მე რომ იმფერი ჩაცმულობით ახლა რომ საფში ჩავსულიყავი, არც მამაჩენი და არც ჩემი ძმა არ გამაჩერებდა საფში. ჩვენ დროს რა იყო იცი? ლების პირებს ლეპერავდი და იმას ვიცვამდი. ახლა დანანახე ერთი რომელიმე გოგო, რომ შეიცვამს გადაკეთებული და დაჭრილი და დაღმჭული მას რა ქვია, ნახმარ ნაჭერს. ესაა ჩემი მოდა და მარტო ვიცვამ აი შავებს და ასეთი პატარა კოპლები რამე თუ იქნება ისეთი. ფერაც აღარც უყურებ, არც ხარისხიანს, არც უხარისხოს. მე მაინც მგონია რომ მე ასეთი ვიქნები ცოტა ხანში. ახლა შემდეგი თემა ჩვენ გველოდება საოცარი კახეთის, სხვათა შორის და დღეს ამ გადაცემაში გავარკვევთ საბოლოოდ კახეთის ორ მხარეს შორის დაპირისპირების მიზეზი საიდან მოდის და ძალიან საინტერესო გმირებს შეგახვედრებთ და რეგიონებში ვიმოგზაურებთ და მოკლედ აუცილებლად უნდა გვიყუროთ. თუმცა მანამდე მე ილიას ასული მადონა ჩიტაია დავიბადე 1961 წლის 10 იანვარს ვლადიმერ ჩიტაია სემიონოვის ბაჟიშვილს, ჩემს შვილს გთხოვთ მისცეთ სახელმწიფო დახმარება ან გააშვილოთ. ჩემი შვილის გაშვილებასთან მეურვის აყვანაზე ან სახელმწიფო თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ პრეტენზიას არ გამოვთქვავ. განცხადება დაწერილია ნებაყოფლობით და კიდევ მოყვება ამას მთელი დეტალები, რომელიც ალბათ ახლა საინტერესო არ არის. ბიოლოგიური დედის ეს წერილი გაშვილებულმა ბიჭმა 38 წლის შემდეგ იპოვა და ახლა სწორედ ეს ბიჭი ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით.
მოგესალმები. რატომ იბრუნდება ვალერ ჩემი ხმა? ტელევიზორთან ხომ არ ხარ ახლოს? თუ აღარ გასწორდა. ვალერ. მოგესალმებით. სად იპოვე ეს წერილი? ეს წერილი ვიპოვე ერთი წელია. ერთი წელი არ არის რაც ვიპოვე. სად იპოვე? ვიპოვე სენაკის ბავშვთა სახლში. ანუ ჩახვედი სენაკის ბავშვთა სახლში, იმიტომ რომ ეს ამბავი გაგერკვია და მოიძიე და იპოვე. კი, მაგრამ სანამ ამ წერილის დავიწყებდი ძებნას, ვიცოდი რომ არსებობდა ისა რა ქვია წერილი დედის, რომელიც 38 წლის მანძილზე არავინ არ მომცა. რომელიც მეკუთვნოდა კანონით, მე გავიარე რა ქვია კონსულტაცია იურისტებთან და არ მაძლევდნენ. მე გავიდა რამოდენიმე წლის უკან და მაინც მოვახერხე და ეს წერილი ჩავიტე ხელში და წავიკითხე ის, რაც არ უნდა წამეკითხა. რატომ არ უნდა წაგეკითხა პრინციპში ამას ოდნავ მოგერებ შეგეკითხებ, მაგრამ თუ იპოვე დედა წერილის შემდეგ. არა, დედა სამწუხაროდ 7 წელია გარდაცვლილია. ოჯახის წევრები? ყველა მოვძებნე ისა ნანუკა, მაგრამ არც ერთმა არ მიმიხო. რამოდენიმე წლის უკან, როცა დედაჩემი გარდაიცვალა, 1 წლის შემდეგ ჩემთან სენაკის ბავშვთა სახლში მოვიდა ვიღაც ორი პიროვნება. და აღმოჩნდა ჩემი ბიძაშვილი მამის მხრიდან. ხო და არ შემოუშვეს, იმიტომ რომ ეხლა გვიანია, ვახტ დაწესებულება არისო და არ შეიძლება 6 საათის შემდეგ არავის და კარგი და წავიდნენ. მე მოვიდნენ მეორე დღეს და მოვიდა ჩემთან ბიძაშვილი, სვიადი ბებურია და ჩემი ძმა აკაკი ბებურია. სუკარგად ძალიან მაგრად გამიხარდა, აი ჩემს სიხარულს არ ვიცი როგორ აღიხსნა და მე ყველაფერი კარგად იყო, წავედით მეორე დღეს ხობში, სუპრა გამიხსნეს ყველაფერი ესა და მე რამოდენიმე დღის შემდეგ ურეკავდი, მე სულ კითხულობდნად გახარებული ვიყავი, რომ ძმა მოვძებნე და რაღაცა და მე ბოლოს დაგვიძაბა ურთიერთობა. იცი რა არის, ვალერ, მოდი ვიდრე მაგნეტალამდე მივალთ, ოჯახის წევრებთან როდესაც მიხვედი, ბებიასთან, ბაბუასთან, არ ვიცი, დეიდასთან, მამიდასთან, ბიძასთან, მე ხა ყველას ვთვლი, ვიღაცასთან ალბათ მიხვედი და უთხარი ვინ იყავი. საერთოდ არ გამოთქვეს ურთიერთობის გაგრძელების სურვილი? არა, აბსოლუტურად. ბებიასთან მივედი ხობში და რა მითხრა, იცი, უთხარი, მე ეს და ეს ესავარ, მამა შენი შვილი ვარ, შენი ისავარ მეთქი, შვილი მეთქი და მამა ჩემი სად არის მეთქი და ამა ჩემ შულს იმდენი ისენი უყავდა, ქალები ყველა აქ რომ მომიყვანოსო, შვილებიო, მაშინ მე ვერ მივიღებო და ამდე და წამოვედი. მე რამოდენიმე ხო ამას თავი რომ მივანებე, მოვძებნე დეიდა. 98-ში მე გავხდი ცუდად. რომელიც ჩემს გადარჩენას არავინ არ ელოდა. და მაინც ძნობაზე რომ ორი კვირა ვიყავი კომაში და რომ მოვედი ძნობაზე. უთხარი ასეთი რა მე უთხარი, მინდა მეთქი მაინც აქია კუდები მეთქი და დედაჩემის ნახვა მინდა მეთქი, იმიტომ რომ ვიცოდი დედაჩემი ვინ იყო. ფოტოები ხონდა მოვიპარე, სხვას მოვიპარე. ხო და დედაჩემი ახლა არ უნდა ვლაპარაკობდი ამას, იმიტომ რომ ეს ჩემი ღირსი არ არის, მაგრამ ჩემ დედაჩემი იყო ულამაზესი ქალი. ხო და მე მინდოდა ის მაინც რომ მენახა. მაგრამ მე ვნახე სამწუხაროდ ისე წავიდა ამ ქვეყნად და მე ბოლოს რო გარდაიცვალა ჩემმა ერთ-ერთმა ნათლისავმა მომწერა დედაშენი გარდაიცვალა და იქ მინდოდა ჩასვლა მაინც მინდოდა რომ ჩასვლა მაგრამ იქ მითხრეს დამირეკა დეიდა ჩემმა და მითხრა არ გაბედო იქ ჩამოსვლაო შენ იქ არავინ არ მიგიღებსო იმიტომ რომ ყველა დაგიწყებსო ყურებას და არა დედაშენს დაუწყებსო იმას და მოთარი მე არავის აზრი არ მეკითხა და ნახო მეთქი და არაო თულათო არავინ არ შემოგიშვებსო და მე მეც მივანებე თავის ხო არ გინდა რამე უთხრა ამ ხალხს ახლა პირდაპირ ეთერში მე მინდა რაც მე დამემართა ნანუკა ყველაფერი არის დეიდაჩემის ბრალი და მამაჩემის ბრალი და მამაჩემის დის ბრალი ყველაფერი დედაჩემს რაც დაემართა ყველაფერი მაგა ამ სამა პიროვნებმა გააკეთებინა ანუ შენებობ რომ დედას საკუთარმა ქმარმა გააშვილებინა ბავშვენი თავი ანუ შენმა მამამ გააშვილებინა კი, ყველაფერი მაგან გააკეთებინა და იცი რა გააკეთეს მოსკოვში? მე იქ დავიბადე მოსკოვში, იქ დამტოვა სამშობიაროში და მე იმდენად რა ქვია ჯანმრთელი ვიყავი ნანუკა
ვერ მიმიღებდნენ მაგალითად რა ქვია ჩვილბავშთა სახლში, იმიტომ რომ იქ იყო უმძიმესი ბავშვები, უნარშეზღუდულები, სამ მძიმე ბავშვები მათ შორის სენაკშიც და რა გამიკეთეს იცი მოსკოვში? ჩემი საბუთები გააყავდეს და დამიწერეს. რა ქვია, მაშინ მეწერა რა ქვია, დიაგნოზში იცი რა მეწერა? ღრმა ჩამორჩენა, ცერებრალური დამბლა, რომელიც არასდროს არ ყოფილა. ანუ დაბადების დროს, როდესაც შედგა დოკუმენტი, ამ დოკუმენტზე საუბრობ? დიახ, ყველაფერი. აი ამ ანუ შენ ამ უფრო მეც დაჭირდათ ამ საბუთების გაყალბება, იმიტომ რომ გაშვილება მომხდარიყო. ხო, არა, ადვილად ჩავებარები. ხო, ადვილად მივხვდი. აუცილებლად და რა იყო მამის мотиваცია? დიახ, უკაცრავა დაასრულე. იცი რა არის ნანუკა? აქ არის ორი ტყუილი. პირველი, დედაჩემმა როცა იმშობიარა, დატოვა ჩემი თავი და იქ დაწერა, რომ მე ამ დამწიგ წერია სამუჩი თუ კი, განცხადება, რომელიც წავიკითხე, კი, გვაქვს. აი ეს ყველაფერი არის ისა რა ქვია, ნანუკას სიმართლე იქ რაც წერია, მაგრამ ბევრი ტყუილიც არის. დედაჩემს დაატოვებინეს ეს ბავშვი. და რა იყო მამის мотиваცია, ვალერ? რა იყო მამის მე გეტყვი რა იყო, იმიტომ რომ დედაჩემი საკუთარმა ნათესავმა შეაცდინა. აი ეს იყო და მეტი არაფერი. და მე ბებია და ბაბუამ დედაჩემის დედა და ბებია და იმან გააგდეს დედაჩემის საქმიდან და მე მალხას საჯა იმან რა ქვია ბებურიამ მამაჩემმა და დეიდაჩემმა და მისმა დამ დედაჩემი წაიყვანეს მოსკოვში რომ არ ეჩვენებინათ რომ უკანონო შვილი ყავდა რომ მოხდა ასეთი რაღაცა და იქ ვიმშობიარე იქ დამტოვა სამშობიაროში და იქ დაწერა რომ ვიღაცა ჯარის კაცმა შემაწინა ყველაფერი სამ ტყუილია просто დაჭირდა რომ ბებურია სახელი არ აღმოჩენილიყო იქ. სამწუხაროდ მე ვიყავი ერთი წელი და 9 თვე მე გადმომაგზავნეს ნუცუბიძის ბავშვთა სახლში და იქ ვიყავი და რომ მე იქ 4 წლამდე იყო საერთოდ ნუცუბიძის ბავშვთა სახლში და მე ყველა იცავლებოდა სენაკში და მე იქ 10 წლის რო გავხდი ნანუკა მაშინ დავიწყე ყველაფრის ძიება იმიტომ რომ იქ ყველაზე ჯამთელი მე ვიყავი იმ ბავშვთა სახლში სენაკში იქ იყო უმძიმესი ბავშვები და ყველა ვინც მოდიოდა სტუმრები ყველა გაგიჟებულები იყვნენ ასეთი კარგი ბავშვს რა უნდა რა ქნა ასეთი დიაგნოზი აქვს და ვიყავი 2012 წლამდე ვიყავი ნანუკა იმ სენაკის ბავშვთა სახლში. ხო, ჩვენ გვქონდა ერთი შეხვედრა, თუმცა მაშინ ამდენი ამბავი ჩვენზე არ იცოდი. მაშინ, როდესაც მე და შენ ერთმანეთში ვხვდით, მაშინ ტელეკომპანია რუსთავიორში, ამდენი დეტალი არ იცოდი და ახლა ეს დეტალები რომ გაიგე, მართლა შოქში ჩავარდი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცოტა ფილმს გავს ეს ყველაფერი და როდესაც შენ თავზე დიახ. რა არის იცი ნანუკა, მე 28 დაჟე ისიც არ ვიცი ნანუკა, რამდენი წლისა ვარ. იმდენად გაყალბებული აქვს ყველაფერი მამაჩემს, დეიდაჩემს და ჩემს ხონებულ დედაჩემს. იმიტომ რომ არ აღმოჩენებ, დედაჩემმა 5 წელი მოიკლო, რომ არ დამთხოვოდა მისი შვილი ვიყავი თუ არა, მაგრამ მე ყველაფერი გავარკვიე. ყველაფერი რომელიც არავინ არ დამეხმარა მე ამაში, დაჟე ის კარა ამ წერილის ჩაგდებაზე ამ რუსულად როდესაც დედაჩემი წერს ამ წერილზე ჯანდაცვის გენინსპექცია კიდე ჩავდი ამ საქმეში და იმათმაც უარი მომიხიეს, მაგრამ ეს წერილი მე მაინც ჩავიგდე ხელში და 28 წლის შემდეგ ეს წერილი მე მაინც ვნახე და იქ რაც ეწერა რუსული არ ვიცი, მაგრამ ხო ვინც რუსულად იცოდა იმას გადაათარგმნინე. ეს იყო ჩემთვის შოკი. ხო, შენთვის არა, ჩემთვისაც შოკია და ალბათ მაყურებლებისთვისაც შოკია იმასაც ისმენენ. ესე იგი გამოდის რომ არავის შენ სისხლთან და ხორცთან ურთიერთობა დღეს არ აქვს. არა, ნანუკა, არავისთან მე მყავს ორი ძმა, ერთი დედის მხრიდან მყავს, მეორე მამის მხრიდანაც. მამის მხრიდან არ ვიცი რა მოხდა, დაგვეძაბა ურთიერთობა და ისაო, მე პასუხი რა მითხრა იცი ისა ნანუკა? მე დავინტერესდებოდი სულ რომ მაწუხებო, დავინტერესდებიო, ვარ თუ არა შენი ძმაო. მე უთხარი, მე გთხოვებ მეთქი, რომ ჩემთან მოსულიყავეთ ერთი, თქვენ გამოხატეთ ჩემთან მოსვლა სენაკის ბავშვთა სახლში მეთქი, იმიტომ რომ მამა ჩემი იყო დაჭერილი ისა რა ქვია ნანუკა, ჩემი ნამდვილი მამა. და მაგან თქვა, მეო შეიძლება ვერ გამოვიდეო ციხიდან და ჩემ შვილს გააცანიო რომ მე მყავსო ისა რა ქვია, კიდევ მეორე შვილი სენაკის ბავშვთა სახლში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მითხარი ბედნიერი ხარ საკუთარი ცხოვრებით? უფლის წყალობით კი ისა ნანუკა. კი, მეც მგონია რომ უნდა იყო.
კი, მაგრამ უკეთესი იყო ისა, რა ქვია, ნანუკა, დედაჩემს მოვეშორებინე უკეთესი იყო. რატო იცი? არა, რას ამბობ, კაცო? არა, ნანუკა, რატო იცი? მე იმდენი უმძიმესი ცხოვრება გამოვიარე და იმდენი ის გამოვიარე, ვერ არ ვიტყვი, იმიტომ რომ მე არ მინდა ახლა ეს თქვა რომ თავი მე შევაცოდო, მაგრამ მირჩევნოდა. იქ მაინც ღმერთთან მაინც ვიქნებოდი. მე იმდენი უსამართლობა და იმდენი ის აქ გამოვიარე. უკეთესი იყო ნანუკა დამიჯერე, აი ძიმე პასუხია და არ მიიღება. მესმის, ხო, მესმის. უკეთ მე დღესაც ნანუკა არაფერი არ გამაჩნია. მე დღეს სხვა დაცვა იმაში ვცხოვრობ, მაგრამ მე დღეს ქუჩაში ვარ, მაგრამ მე დღეს უამრავი, აი როგორც ახლა თქვენ მე დამითმეთ ეთერი, ასეთი უამრავი ადამიანი მიკავშირდება, რომელიც უნდა მშობლების მოწმობა და იმას ვეხმარები. არა ცარიელი ხელით. მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ეს მოსახდენი და აწი ვერაფერს ვერ ვიზამ, მაგრამ დედაჩემი ხო გარდაცვლილია. არასდროს არ ვაპატიებ და არც მოხდება არასდროს. მე არასდროს დღესაც რომ მთხოვოს ჩემმა ძმებმა და რომ მოვიდეს პატიება მთხოვოს, მე ესენი არ მჭირდება უკვე. მე როცა მჭირდებოდა, მაშინ არ მომიდგნენ ხარში, მაგრამ ეხლა არ მჭირდება. ეხლა მე ღმერთია ჩემს მხარეს და აი თქვენისთანა კეთილი ადამიანები, აი ზუსტად თქვენისთანა კეთილი ადამიანები მიდგას გვერდში ნანუკა. ძალიან საყვარელი ხარ, ძალიან პოზიტიური ხარ. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა, რომ ესე გულწრფელად, გახსნილად მოყევი შენი ამბავი და შენი წუხილი, შენი დარდები. უღრმესი მადლობა. გისურვებ ყველაფერს კარგს. მადლობა. ნანუკა, სანამ დავამთავრებდი, მინდა რომ მოგილოცოთ თქვენი პირდაპირ ეთერი თავარ არხზე. ძალიან მიყვარხარ და გაფასებ და ძალიან ბევრი შემატკივარი ყავს მიუხედავად ბავშვთა სახლების ყველა ბენეფიციარებთან მაქვს ურთიერთობა და ყველას უყვარხარ დამიჯერე. მადლობა, უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. და ახლა ჩემი კახეთი, სადაც წავედით როგორც მწვანე ზოლში და გზაში დაგვაწიეს ამბავი, რომ კორონას იქამდეც მიუღწევია, მაგრამ რა? ის რომ სულ რაღაც გუშინ თუ დღეს დადასტურდა, რომ კახეთმა მწვანე ზოლის სტატუსი დაიბრუნა, იმიტომ რომ სასწრაფოს ექიმს, რომელსაც ჩაუტარეს ტესტირება, კვლევა, ძირფესვიანი, მას არ აღმოაჩნდა კორონა. მაგრამ სულ რომ აღმოჩენილიყო კორონა კახეთში, ეს საერთოდ არ არის კახელებისთვის პრობლემა. და არ წუხილის მიზეზი, წუხილის მიზეზი ერთადერთი არის მათი დაკარგული სამსახური, იმიტომ რომ ჩემი ზაზა, სტუმარი ჩვენი სუფრებზე არის სასურველი თამადა. ქელეხები, ქორწილები ხო იცით რომ დროებით შეჩერებულია და შესაბამისად ზაზაც ჯიბეც დათხელდა. თათუსი სექანია და ირაკლი მარტინენკო იყვნენ იქ, სადაც სტუმარს ოქროს ფასი აქვს. აბა როგორ დამზარდება მე თქვენი სამსახურიო დაილოცოს აბა როინის რო გვასახმე როინის კახურიო მოდივარ ნუ გეშინია გენაცვალე სანამ ერთად თავარ ჩვენ კორონა ვერაფერს ვერ გვიზავ არულალო ჰაიდარულალო აკამ შვიდობას უყურებთ რამეს კორონისა საბაგათო ხალხი მუშაობს ფუსფუსებს აქედან წავალთ მე თვითონ ხელად და ღვინოს დავლევთ ბიოლოგიურად და კურნალობთ ჩვენ თავს. წვადი არ გვაკლია, ხაშლემა არ გვაკლია. 59 წელს ვარ და ბავშვობაშიც რო მახსოვს რაღაცა მართლა ბუდრობად რო წავიდნენ და ეხლა ვხედავ იმ ხალხს ჩამოსულს ფუსფუსებენ, იღვიძებს მიწა, იღვიძებს ტყე და ყველაფერი სასიამოვნოა. კორონა კი არა, მამალი მგლის არ გვეშინია, რა უნდა ვიყოს კორონა. მოკლედ რა, ვისაც ეშინია. აი პირდაპირ, აი დათვი გამოდის, მგელი ნადირი გამოდის, იმისი არ გვეშინია რაც. აღალმა ღმერთმა დასწრელოს ეხლანდელი ქალი ჯული სანამ გასათხოვარია ფეცზე არის დაღო საცატრილია იგაწყდეს რა მაშინას ამის ზედმეტი კლიჩკა სახელი არის კორონა ეძახი კორონას სახში მყავს და ამას უძლებ ამ კორონას და იმ კორონას ვერ გაუძლებ იქ დამლებით გაუძლებ კორონა აი ჭორის დონეზე ვიცით რომ რაღაცა დარბის კორონა ხალხს აკეტავენ ნიღბებს აფარებენ მანქანებს აკეტავენ ვეღარ გადმოადგილდებით რა ვიცი ეს 9 საათი ხო როგორც იმ წუნა და წუწუნაში როა მიაუდა რომ დაიშლებიან 9:15 აკლერე დავდივართ ყველანი ზოგი ცხენი ტაჭკით გარბის აქედან ზოგი ვირისულმით რა ვიცი ვერ გაიგე აი დღეში ვარ ეს არის ღმერთის ნება
ღმერთი რასაც არ გუნებს ადამიანს, იმას ვერ გეექცევი, საცაგინა ირბინო მაინც შეგხვდება. ღორის ქონები თავარ დაზდილები. ესეთ პურზე ქონს ავისვავდით და ფეხბურთის სათამაშოდ იყო თუ სადმე იქ მიდიოდა. ეხლა ხალხი იხოცება თურმე სისხლში ყოფილა დიდი რაოდენობით ქოლესტერინი. იგზალავენ ღორის ქონს, ისემ გაუხვათ თავი. სამიგეთი ღორი დავკალი ერთ საგნაჭერი აღარ მაგვიჩინა. გიორგი, გადმოდ უგდა ვიჩინაო, საქმემ თავი იჩინაო, ხო იცი? თუ ენებში კახური ღვინო არ შეუშვიდა, ცოტა ცხიმიანს არ მოხდა ადამიანი, არ გამო. პამიდრის სეზონიც რომ მოახომე, გაუმუდმებთ ერთი კვირა და მე მუხლებს ძალა მეცლება ხოლმე, რამის არის ჩავიგეცო. პამიდრი ჩავ. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ვენახი. ეგ არის ქათამი მიანამხალს გორი მიანამხალს არაფერი ქვეყანაზე ერთი ვირია. ერთი ვირი და მეორე ვირი ეს არის. ერთი ოთხფეხა, ერთი ორფეხა. ალბათ ეგრე მგონია რომ ადამიანი იქიდან რაც არ უნდა დაავადებული გადმოდიოდეს შუამთის და ან მაღლა თეთრწყლების ერევალს რო გადმოივლის იფილტრება ის ადამიანი რა ყველანაირად მე თუ მკითხავ მე ესეთი რა ვიცი მე ესეთი აზრი გამომაქვს ეს არის ხელოვნური რაღაცა წამოწყებული ცოლის შევითევი შავი არის მღერო ინდეга დღეში წავიდოდი თვითონ ქათამ დაიკლავდა ქათმი ხოჭით გამაძგასა მელობიო შემიდგავდა მასეთი ცოლის ყოლასა ჩემიც მამყდარა შენიცა რა იყო ლამაზია ეხლა ეგა მე სამფურად მე არ ვიცი და ბიჭო ეგ არის უნა იტირო შესაძოდაო რომ აგე მაღაზიაში შევიდა პროდუქტი ვერ მოვიტანე სახში წავიდე დაბანა მინდა პური მომშვიდა და ეხლა ინდეს ლაპარაკობთ ჩვენა ვართ 6 საათი ამ დღე პური მოგშვიდა ეხლა უკვე ცოტა არ იყოს ავგრინდი აბა როგორ დამზარდება მე თქვენი სამსახურიო დაილოცოს ბურძენი ყოველ თამის გარეშე кейფი არ შეიძლება შემეპეთა ეგ თვალები აი ეხლა უკვე როგორ უნდა ვიქეიფოთ აბა მერა გენაცვალ დისტანციურად წლის მოსავლისა ბარაქა ორფეხ ოთხფეხში დახნავ ნატეში ნაწველი ნადღებში ყველაფერი უხვად იყოს და გემრიელად აქონდეს ხალი ვიძღვინო კეთილშობილი როს თავსევლებით უფრო კარგდება და თუ არულით არის ცნობილი ხალი ავდება ღვინო ძმარდებაო კარგად იყვნე ჯავთლად იყვნე ამ ღვინოთი დადი წყალი მამიტანე შენ მეწყლით გავისწორებ უნდა გასწოდოთ რომ კახეთმა დაიბრუნა მწვანე ზოლის სტატუსი რაც ნიშნავს იმას რომ მე ვფიქრობ რომ თუ სადმე ტურიზმი აყვავდება ეს იქნება კახეთში ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად თუ სადმე წავალ ეს იქნება კახეთი როგორც კი ამის საშუალება მომეცემა თელავი და გურჯაანი იქნებიან ახლა პირდაპირ ეთერში დროა მეც გავერკვე და თქვენ სად არის დამრხული ამ ქალაქების დაპირისპირების ამბავი დავით გაგანაშვილი წარმოადგენს თელავს თუ გურჯაანს ბატონო დავით გაუმარჯოს. თელავს წარმოადგენთ და გურჯაანს წარმოადგენს გილიგაშვილი. მოგესალმებით, პატვიცემულო. სტუმრებო, როგორ გესალმებით და დღეს. დიახ. დღეს გიორგობა, გილოცავ ყველას. მადლობა, უღრმესი მადლობა, რომ ხართ ჩემი სტუმრები, გილოცავთ გიორგობას, ასევე გილოცავთ და პირველ რიგში მითხარით როგორ ხართ და როგორ ახერხებთ ამ მწვანე ზოლის შენარჩუნებას ამ სტატუსის. რა ვიცი ხელები დაგვიკოშრიან და ოჯახს მამულს მივხედეთ რამდენი შეგვიძლია აქამდე ხელოვანი ხალხის უგასულები ვარ და ოჯახს ვენატრებოდით და ეხლა ყველაფერს მაგრად ვხედავთ რა ვიცი რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებ ბატონო გივი რა ხდება ამ კახეთში არავის რო არ აქვს კორონა მოკლედ მოგესალმებით პირველი ელაველს ხუმარს მაყურებთ და მე ჩემი დიდი დაკვირვებით აღმოვაჩინე რომ სამი მიზეზია ამისა. აჰა. პირველი ეს არის ხაშლამა და რატო? დიახ. ეხლა ვირუსოლოგები, ეპიდემიოლოგები და ყველა ლოგები ხვდებიან იმაზე რომ როცა ადამიანი დეპრესიულია და მოწყენილია, მაშინ ადვილად იმორჩილებს ეს ვირუსი. აჰა. კახელები ხაშლამას რო ჭამენ, ბედნიერება რომ შევაფასოთ 10 ბალიანი სისტემით, ბედნიერება აიდით 12-მდე. ხაშლამის და ხოდა აბა ეგეთ ბედნიერ კაცს ეხლა რა ვირუსი მეერევა ეგ ერთი მეორე ის არის რომ არაკი მაგრამ არაკი ეხლა ქალაქშიაც ბევრი გაქვს მერთმა მეტი მოგცეთ კაცო
მაგრამ როცა ეს ვირუსი გავრცელდა მთელ ქვეყანაზე. დიახ. მაშინ კახეთში იყო გაგანია ზაოტუბა. აჰა. ხოდა ეს არ კისხდა ანუ. დიახ. ფაქტიურად ყველა სოფელში იყო გახსნილი მინი სადეზინფექციო სტაციონარები. აჰა. აი მარტო ვარაუდაი ზაოტზე აი გვერდზე ის არის ზაოტია. ერთი 500 კაცმა ჩაიტარა დეზინფექცია. როგორც ჩინაგანი ისე გარეგან. ხოდა მესამე კიდე რაც ყველაზე მთავარია ეს არის დისტანცია. ხო, კახელები და გურჯაანელები იგრედაც არ ეკარებოდნენ ერთმანეთს და მაგათ რეკომენდაცია რაღაც უნდოდა. თელაველები გურჯაანში რო საბურავს დაბერავენ, თელავში ახლიდან აბერავენ ხოლმე, რომ იქაური ჰაერი არ გვინდაო რა, ამ დისტანციამაც მოусურვოთ რა. აი საიდან იწყება ეს თელავის და გურჯაანის დაპირისპირება? ეგ უსოვარი დროიდან ალბათ რაც თელავი და გურჯაანი არსებობს, მაგრამ გურჯაანმა რაც შექმნა სიმღერა გურჯაანო შენ კახეთის გული ხარ, ეს იყო თელაველებისთვის ალბათ აჰა ძალიან მძიმე. როგორც ვამპირზე ნიორწყალი ეგრე მოქმედებს ეგ სიმღერა მაგათზე. აჰა ძალიან ვერ იტანენ. არა და კახეთის გულია გურჯაანი, გინდა არ გინდა ეგრეა და რა ვქნა ჩვენ. გურჯაანი როგორ მართლა ფიქრობთ რომ გურჯაანია კახეთის გული? მე კი არა, აგე გიორგი სულაშვილიც ეგრე ფიქრობს, მაგრამ პრობლემა ის არის, იმას არავინ არ იცნობს. კახეთის გული არის გურჯაანი. ბატონო დავით, თქვენ როგორ გონიათ? აი გურჯაანში ეკითხნენ რომ განათლება როგორი გაქო? აჰა. და თელავში მამი და ჩემთან სამჯერ ვარ ნამყოფი. ეხლა იმასაც ამობენ რომაო ერეგლეო გურჯაანელი იყო და ოფისი ჰქონდა თელავშიაო. აჰა. აი მაგაი რო ფიქრობენ არა. სხვიზე ხელი ჩამაიცონ და დუქანი აქვს თუ ზავოდი აქვს. იქ კორონათან გამოვიდნენ კარგათა. ჩვენ არაფერი არ აქვს, ჩვენ გურჯაანელი ბიჭები გვიყვარს გენაცვალე. აი ეხლა გეტყვით ერთი ნიკო მამიაშვილია. აჰა. გურჯაანელი ანსამბლის წევრი. პარასკევს მირეკავს დათო როგორ ახარ ბიჭო? კარგად მეთქი შენ როგორ ახარ? გილოცა ბიჭო დღევანდელ დღე. ხო და მე უთხარი ბიჭო რა დღევანდელ დღე რამე საეკლესიო დღეს ხო არ არის რამე რაღაც სადღეს რა სამჯო 11 საათია დილისა. გელაპარაკები ცოცხლები ვარ და კარგათა ვარ და ამაზე რა უნდა ვთქვათ მეთქიო. Vrasam o tan os რო დააყოლებენ ეგენი всё მორჩა ო არის მაგათი. ვახ, მე ფიქრობ რომ გურჯაანელები ფიქრობენ რომ თქვენც გაქვთ ნაკლი არა? თელაველების ჩაოლებრ არ აყოლებენ ოს ბოლოს. გურჯაანელი ჩავარდა თელავში კანალიზაციები ეხლა რო დაიწყეს რეაბილიტაციები გზების რაღაცები და მაგრად აკეთებენ ძალიან მაგრად მე საიწინანდარშია იგეთი გზა გამიკეთეს რომ აი რო გამოვდივარ ფეხი არ მინდა დავადგა ხოლმე. ხო და ზები გააკეთეს და კანალიზაცია რო ამოთხარეს გურჯაანელი ჩავარდა თუნდე ერთი ბაზარში რაღაცა ქონდა ხილი მიტანილი. მერე უშველე მithვიდნენ თელაველები და ჰარიკა ბიჭო ჰარიკა ჩაუტერ ტიბე ჩაუყენეს ყველაფერი ამოიყვანეს ყველაფერი გაუკეთეს გარეცხეს გაამზად სულ ფენით გააშლეს სულ ყველანაირად და სარში რომ მიდიოდა ტაქსი და უქირავეს და ტაქსიდან თავი გამოყო ჯო ეგეთი რამე ვავქენ ჯო რო ეგე როგორ ჩვენ შორის ეგეთი რამე არ აყოფილა და ერათ არა ამ ხელაპატივი წადი თორე იგურჯაანელი ხარ იგეთ ფესვებს გაიდგავდი კანალიზაციაში რომ მე აქედან ვეღარ გაგაგდებდი ბატონო გივი მგონი უნდა ჩაერთოთ ამ ბავში თქვენ პირველ რიგში ის უნდა ვთქვა აუცილებლად რომ მეც ძალიან ბევრი თელაველი მეგობარი მყავს და უდაოდ ნიჭიერი ხალხია თელაველები უმორიც კარგი აქვს და რა თქმა უნდა ნიჭიც მოსდევთ კაცო ეგ აუცილებლად უნდა ამიტომ ჩაგეკითხოთ ბატონო გიგი იცით რა მაინტერესებს თანაცხოვრების დროს ეს გეტყობათ რომ მართლა ხდება რამე დაძაბულობა და დაპირისპირება თუ მოგონილია და ამას იუმორისთვის იყენებთ თუ რაი როგორ ხდება რა თქმა უნდა ეს პირველ ეს სრულიად არ არის ეს სერიოზული დაძაბულობა ორივე მხარეს მოგწონს ეს იუმორი მაგრამ მაინც ვიკმინებით ხოლმე როგორ შეგვიძლია მაგალითად ერთხელ ტაქსში ჩავჯექი და ეხლა ჩემი კახური აქცენტის გამო ყველა მათყობს რომ კახელი ვარ პირდაპირ კახელიც და არა კახელიც და ძორს ვეკითხები რომ შეიძლება მეთქი მოვწიო და სადაური ხარ გურჯაანელი ვარ მეთქი
ხო, მოწიო, თელაველი რო იყო არ მოგაწევინებდიო. გამიხარდა კაცო მეთქი ეს კაცი ჩემსკენ არის მეთქი და. მერე ვეუბნები მართალი ხარ ძია მეთქი, თელაველები არაფერი ღირსები არ არიან ეგენი, მაგათ არ უნდა მააწეინო მეთქი. არა შვილო, მაგიტომ კი არ გეუბნები, გურჯაანელები ჯანმრთელობა ფეხებზე მკიდეა, თურმე თელაველი იყო თქო მძღოლო. ანუ სადღაც რეალურს მართლა რეალურად იკბინებით, როგორც მე მივხვდი. არა, რეალურად არ ვიკბინებით, არა. ერთად ცხოვრებას ვიხარია, თელავი გურჯაანისთვის ისია, როგორც ხაშლამი თუ მარილი, აბა უმარილო ხაშლამა რა იქნება. აუცილებლად აქ გირდება გურჯაანელებს თელავი. ხო, მაგრამ მართლა ამოუხსნელი ფენომენია ის, რომ არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა კახეთში, წარმოიდგინეთ ამ ხალხ რეგიონში და მე მართლა მგონია, რომ ეს ტურიზმზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. შიდა ტურიზმზე აუცილებლად. მე ყოველ შემთხვევაში ჩემს ირგვლივ ყველა კახეთს გეგმავს და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ამ სტატუსს შეინარჩუნებთ. აუცილებლად, კაცო, ხაშლამა გვაქვს და სტუმარი გიყვართ და ღვინო გაქვთ და მეტი რა არის საჭირო? კი, ჩვენ დეზინფექცია ჯერ კიდევ კორონამდე 1-2 საუკუნით ადრე გვაქვს დაწყებული და როგორ მოგვერევა კორონა. უღრმესი მადლობა, მეგობრებო, ძალიან კარგი სტუმრები იყავით. უღრმესი მადლობა, რომ რაღაცნაირად გაგვიხარისხეთ. დიახ. ბოლოს მინდა ჩემ თელაველს თუ შეიძლება ერთს დავამატებ, რომ ფარნა მაყაშვილი გედეეცით, რომ ბაში აჩუკი კი არა ვარ, რომ ემალება ჩამოვიდე აეგ და მე ვიკისრებ პურმარი. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მადლობა თქვენ. და სიკეთეს რომ არ აქვს არც ასაკი, არც წარმომავლობა, არც სქესი, ნოდა რუხაძე და არჩილ ლეკიაშვილი დაგრძმდებენ. მოგესალმებით, მე მქვია დარისფან პრაშერი, წარმოშობებად ინდოეთიდან, ცხოვრობ საქართველოში, დიდი ხანია. ჩვენ გადავწყვიტეთ რამდენიმე ინდოელებთან ერთად, რომ შეეგროვებინა ეს პროდუქტები, საჭმელის პროდუქტები. ახლა ამ წუთად ვაგებთ მოფხუსებს 150 ოჯახამდე მიიტანეს საჭმელის პროდუქტები ამას და აი ჩვენ ტრადიცია გვაქვს პანჯაბელებში ნებისმიერი საქმე როცა კალს აკეთებ ერთი ადამიანი რაღაცას ლოცვას კითხულობ და მე უკვე აი გინდა სიყვარულის საქმეს გააკეთე და გინდა ომის და გინდა დახმარება უკვე ყველა მზად არის რომ დავიწყო სამის დრო არის რომ ყველ რას ჩვენ უკვე ჩავალაგებს მივიტანო იმ ადამიანების ვისაც ეს სჭირდება ვინმეს რო უჭირს აი ჩემი მე ის უფრო მატკივნელია ჩემთვის ვიდრე მე რო რამე მიჭირს ესე მგონია რომ სადღაც აი წინა ცხოვრებაში ვიყავი ქართველი აი დილიდან დილით ვგები საღამომდე მთელი დღე მოძრავ ყველა საქმეს ვაკეთებ და ერთ წუთს თავში არ მოდის რომ ინდოეთში არა ვარ საქართველოში ჩვენ უკვე მოვედი აქ მოხუსებთან რომ დავარიგოთ ჩვენი პროდუქტები რაც ჩვენ მოვიტანეთ აი ყველაზე დიდი რას არის ეს არის მეგობრობა რას საქართველოში ნახე და მეორე არის რას მე ჩემი ცხოვრებაში მისავლია ინდოეთში რომ სტუმარი ღმერთია და სტუმარი ღმერთი აქ უკვე პრაქტიკაში აქ ვნახე ხალხზე ვგიჟდები იმიტომ რომ მე რო წამოვედი სულ პირველად რომ როგორც გითხარი რომ აი რაღაცა ბიზნეს რო არ გამემართლა და რაღაცა პრობლემებში რო ვიყავით 7 თვე საქართველოში ცხოვრობდი როცა მე ფული არ მქონდა სახლი არ მქონდა საერთოდ არაფერი არ მქონდა და მაჭმევდნენ თავის აქში წამიყვანე აი უცხო ადამიანები ესე გახდა როგორც ჩემი ოჯახის წევრები როგორც კი შიდა გადაადგილება ახსგება მაშინ ყველანი მივაშურებით კახეთში გურიაში არ ვიცი ყველგან სადაც გვინდა პრინციპში და მე მგონია რომ წელს შიდა ტურიზმი იქნება ძალიან აქტუალური თუმცა აქტუალურია სხვა პრობლემაა რომელზეც უნდა გესაუბროთ არის პრობლემები რომლებიც კონკრეტულ მომენტებში უფრო მტკივნეული ხდება მტკივნეული შეიძლება არა მაგრამ აღქმადი აი მაგალითად თუ მოზარდი ან ბავშვი კორონამდე კომპიუტერს ითხოვდა ბევრი თვლიდა რომ ეს იყო ფუფუნების საგნის ქონის სურვილი
თუმცა ახლა ყველა ბავშვი, ვისაც კომპიუტერი არ აქვს, უბრალოდ განათლების გარეშე რჩება. ასეთები კი ამ ქვეყანაში ძალიან ბევრნი აღმოჩნდნენ. დანარჩენი ნინი მღებრიშვილის და ირაკლი მარტინენკოს სიუჟეტში. აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლაში მუშაობ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მე-7 კლასის დამრიგებელი ვარ და რაც ონლაინ სწავლებაზე გადავიდა ჩვენი განათლების სისტემა, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ბავშვის არ არის ხელმისაწვდომი გაკვეთილებზე ჩართვა. ვიფიქრეთ, რა შეგვეძლო და ერთ-ერთმა ყოფილმა მოსწავლემ მეგობარმა შემოგთავაზა ნაწილების მოგროვება. აი, ამაზე გჭირდება 2 ოპერატიული მეხსიერება და მზადარის მას. ერთი არის მარტო. მეორეც ესეთი და всё. ძალიან ბევრ ბავშვს, ბევრ მოსწავლეს, რომელსაც კარგი აკადემიური მოსწრება აქვს, ასე ვთქვათ, და დიდი სურვილით რომ იაქტიუროს, გააგრძელოს ჩვეულებრივად განათლების მიღება, არ აქვს ამის საშუალება. აი ამ ბავშვებისთვის რიგითობით ვცდილობთ, რომ როგორმე ვისაც შევძლებთ ყველას მივაწოდოთ კომპიუტერები. ყველა ოპერაციას ვერ აკეთებს მოსწავლე ტელეფონში, ყველასთვის არ არის ის რესურსები ხელმისაწვდომი და ვცდილობთ მაქსიმალურად კომპიუტერებით უზრუნველყოფას. ჯერ მხოლოდ 4 ბავშვის დაკმაყოფილება შევძელით კომპიუტერით, მაგრამ თუ ყველამ ვინც დაგვპირდა და ვინც გამოგვეხმაურა და ვინც დახმარებას დაგვპირდა, ყველამ მოგვაწოდა ნელ-ნელა დროთა განმავლობაში შევძლებთ. გადაადგილების შეზღუდვამ შეგვაფერხა. თავარი ის არის, რომ თანასწორი უნდა იყოს ყველა და ყველას უნდა კონდეს გაკვეთილზე დასწრების საშუალება. ნებისმიერ შეუძლია საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან გამოგვეხმაუროს მოსწავლეთა ონლაინ განათლებისათვის, ასე ვთქვით, გვერდს და სულ განათლებაზე წუწუნებ და ახლა გვაქვს შანსი, რომ დავეხმაროთ ონლაინ განათლებას საქართველოში. კლასში განსაკუთრებით მიჭირს და არც მინდა შესვლა, იმიტომ რომ ყველაფერი, ყველა კუთხე, ყველაფერი მიკრული რაც არის, გახატული ნაწერი, რა ვიცი, ყველაფერი რაღაც კონკრეტულ ამბავს, ისტორიას უკავშირდება. მე ვარ დოდო სულაკაძე, 17 წლის, ვარ აბიტურიენტი და წელს ვამთავრებ სკოლას. გადავიდა ონლაინ სწავლებაზე სკოლა და საერთოდ მთელი სისტემა. ანუ არ მაქვს ისეთი კავშირი ონლაინთან, რომ ასე მარტივად ჩავერთო გაკვეთილებზე და მარტივად დავესწრო. ამ ყველაფერთან გამკლავება მიწევს ჩემით და ვცდილობ, რომ ჩემი ინტერპრეტაციით გავაკეთო ხოლმე დავალებები. მიწვე ისეთი ფორმა, რომ თითქოს რეალურ რეპეტიტორთან მაქვს კავშირი. მოვდივარ ხოლმე, რომ განმარტოვდე და დავჭე უბრალოდ მარტო ბუნებასთან ერთად და დავწერო რაღაც ჩანახატი. და ძალიან მეხმარება ამ ყველაფერში ბუნება და ეს გარემო, როცა ჩიტები ჭიკჭიკებენ აქეთ, რა ვიცი, რაღაც ბუნების ხმა უფრო სხვანაირი არის. აგვიკითხავ რამე? სული იმარხება ქვესკნელის ძალით, ქვესკნელის ტფობით, ქვესკნელის ტოვით, ქვესკნელის ხრჩობით. მე ხვდები ნათელს და ნათელში სადღაც წვდიადი წმინდა დანათებს ავამწყობ ლანდებს. მოდი ჩემთან გონი, მოდი. შინაური ცხოველები და მიყვარს მათთან საუბარი, მათი მოფერება და რა ვიცი, რატომაც მათგან საკმაოდ დიდ სითბოს ვგრძნობ და სიყვარულს. ვუარო ყვავილებს, ხეებს, რომლებიც ეზოში გვაქვს და გარკვეულ სიამოვნებას და სიმშვიდეს მუქრის ეს ყველაფერი. რომ ყველა ბავშვი შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას და განსაკუთრებით ისეთი მასწავლებლების დახმარებით, რომელიც ახლა ჩვენ ამ სიუჟეტში ვნახეთ. მარნეული ამ დრომდე ჩაკეტილია ადამიანების კი ეს შეზღუდვა საარსებო მინიმუმის გარეშე, ადამიანებს უბრალოდ ეს შეზღუდვა ტოვებს საარსებო მინიმუმის გარეშე, ნუ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აქ რაღაც ფასები იმატებს ის რისი რომელი პროდუქტის გადაყრაც იქ ადამიანებს უწევთ, ეს ხო საერთოდ სხვა თემაა. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, არიან ადამიანები იმ რეგიონში, რომლებიც მაინც ახერხებენ სიკეთის კეთებას. სოფელ მარადიში ერთ-ერთი ოჯახის ყველა წევრი კოვიდით დაინფიცირდა და წარმოიდგინეთ მეზობლის ქალებმა სოლიდარობის ნიშნად აი ამ ოჯახს დაინფიცირებულ ოჯახს მიწა დაუმუშავეს. ჯეიჰუნ მუჰამედ ალი მოგიყვებათ დეტალებს. ნაირა პაქსაძე, ძიბროლა პაპიძე. 15 წელია აქ ვცხოვრობ. 7 წელი ამ სოფელში ვცხოვრობ, თავმნავარ ტყემალაძე.
როგორც კი გავიგეთ ჩვენ სოფელში COVID-19-ით დაინფიცირებულ ადამიანზე, რა თქმა უნდა, მთელი სოფელი შევწუხთ. აღარ ვიცოდით რა გაგვეკეთებიარით და უხმარებოდით და რაც ჩვენ შეგვეძლო ამ ეტაპისთვის ის გავუკეთეთ, რომ გავთუხნეთ ეს მიწის ნაკვეთი, დაუმუშავეთ და ჩვენ საქმიანობებზე ჩამორჩენილი რომ არ ყოფილიყო. ისეთ დღეში ვიყავით, რომ ალბათ რა ვიცი რა საშინელება იყო. გადავწყვეტეთ ყველა სამეზობლომ დავხმარებოდით, მოსავალი არ გავუქუჩიდეს საკუთარ შვილებმა და ოჯახის წინას. იმედი მქონდა რომ ქართული ექიმები გადაარჩნენ და სულ ყველა კარგად იქნებოდნენ. ამ ოჯახს კარტოფილი ჰქონდა და თესილი და ჩვენ სოფლის ახალგაზრდა გოგოებმა გადავწყვეტეთ რომ გაგვებარა ის კარტოფილი რომ ოჯახს ზამთრის მოსავალი არ დაეკარგა. რომ თოხნიდით და გავთოხნეთ, მაშინ ტელეფონით გადავუგზავნეთ ფოტოები უკვე დამუშავებული ყანეს და ძალიან გაუხარდა. გამთუხნეთო მადლობები გადაგვიხადა, თვითონ ბები ახალგეთი. ბებო ძალიან ემოციური იყო. არ ელოდი მართლა ალბათ რომ ამას გავაკეთებდით სამეზობლოში. გამომდინარე ამ სიტუაციიდან ვერ ვყიდით მოსავალს და რესტორნებიც არ მუშაობს, მაგის გამო შემიძლია რომ საქველმოქმედოდ გავცე ეს მოსავალი. დავხმართ სხვა რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ COVID-19-ის წინააღმდეგ. ვინც გამოჩნდება რომ წაიღოს და დაურიგოს ამ გაჭირებულ ადამიანებს, ვისაც ამჟამად ძალიან უჭირს და შემოსავლის წყარო ფაქტიურად არ აქვს. ჩვენ მაინც სოფელში ვცხოვრობთ და თითქმის ყველაფერი შეგვიძლია რომ მივერთვეთ და ქალაქში ვისაც მარტო ბაზარზე იყო დამოკიდებული და გარე ვაჭრობით ვაჭრობდა, დარწმუნებული ვარ რომ მათ არ აქვთ რამე შემოსავალი. შემიძლია რომ მივაწოდო. ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან მალე დაგვიბრუნდებიან, ნაწილი დაბრუნდნენ. და გავაგზავნებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას. რაც შეგვეძლება კიდევ გვაჩი დაუდგებით, მოვეხმარებით. ყოველთვის ვცდილობთ რომ გავაკეთოთ ყველაფერი სასიკეთო ამ სოფლისთვის. აი ასეთი ხალხი ცხოვრობს მარნეულში და ძალიან მიხარია რომ ეხლა მე გავიცანე ისინი, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელია, როდესაც ადამიანი მის მოყვანილ მოსავალზე, რომელზედაც მთელი თვეები იშრომა, გეუბნება რომ მოდით და წაიღეთ, ვისაც ამის საშუალება გაქვთ, წაიღეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვიფუჭდებათ და გითვლიან მარნეულიდან და თუ ვინმეს მართლა საშუალება გაქვთ, ჩადით, დაეხმარეთ და ასევე წამოიღეთ თქვენთვისაც ის მოსავალი, რომელიც ამ ადამიანებმა მიიღეს წელს. და ახლა ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას მხრებით ატარებენ სხვა ქვეყანაში. და ადამიანები, რომლებიც კრიზისის დროსაც კი ვერ ახერხებენ იყვნენ იქ, სადაც მათი შვილები არიან. საბერძნეთი და იტალია პირდაპირ ეთერში, დედები საბერძნეთიდან და იტალიიდან მოგესალმებით, როგორ ხართ? ისმის ჩემი ხმა, გესმით ჩემი ხმა, გოგოებო? ტექნიკური ხარვეზია, რომელსაც შევასწავლებთ. აი ახლა გესმით ჩემი ხმა? ეხლა კი. ეხლა კი. როგორ ხართ გოგოებო? ეხლა არა. უნდა გავაკეთოთ. მე მგონი უნდა აღვადგინოთ. კიდევ არის რამე პრობლემა ხმასთან დაკავშირებით. მე ხშირად უნდა ვისაუბრო რომ გაიგოთ ჩემი. კი. მესამედ გეკითხებით როგორ ხართ? კარგად. ცდილობთ ძლიერად ვიყოთ. იცით რა არის, რაღაცა თითქოს ემიგრანტებმა დაიწყეს წამოსვლა სხვადასხვა ქვეყნებიდან და თქვენ დარჩით, ხო მანდ? დავჭით ჩვენ. ჩვენ დავჭით. და სწორი თქვენ ფიქრობთ ახლა რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება? კი, ჩემთვის კი. ჩემთვისაც სწორი იყო. ამ ეტაპზე კი. თან იმიტომ რომ თქვენ ხართ ალბათ ერთადერთი შემოსავლის წყარო თქვენი ოჯახებისთვის, ხო, როგორც ყველა ემიგრანტის. დიახ, რა თქმა უნდა, დიახ. რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა, ჩვენ სამშობლოს არ შევქმნით საფრთხის საშიშროება. ხო, ძალიან. აქაც ოჯახებს, რა თქმა უნდა, ვერ მივატოვებდით. მესმის. ეს ერთ-ერთი დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენ. და მე დაბრუნებაც კიდე კაცმა არ იცის როგორ მოხდება ხო ამ ადამიანების და ხომ არ არის რამე ისეთი რისი თქმაც თქვენ გინდათ თქვენი ოჯახის წევრებისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნისთვის რომელიც ძალიან გენატრებათ ხომ არ არის რასაც იტყვით ახლა პირდაპირ ეთერში ვიტყოდით რომ უსწრებ ჯანმრთელობას გამძლეობას მიულოცავდით დღევანდელ დღეს საქართველოს წინვალი წმინდა გიორგის დღეს და უსურვო პირველ რიგში ჯანმრთელობა და ეკონომიური სიძლიერე. მინდა უსურვო საქართველოს ისეთი ცხოვრება, რომ აი ჩვენ დედები ასე შორიდან
სანთლებით ხელში, აღარ ყოფილიყავით, დაუბრუნებულიყავით ჩვენს ოჯახებში და ჩვენ შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას მაინც არ გაევლოთ ეს გოლგოთის გზა, რასაც ქართველი ემიგრანტი დედები გადიან ნამდვილად უცხო ქვეყნებში. ეს დამიჯერეთ მერწმუნეთ ნამდვილად არ არის იოლი და არა, მე მგონია რომ ძალიან რთულია. მე მგონია რომ პირიქით. ძალიან რთულია. ემიგრანტობა და ნუ მე ორივე ქვეყანაში შევხვედრი ვარ ემიგრანტებს, იტალიაშიც, საბერძნეთშიც, სხვა ქვეყანაშიც და მე ზუსტად ვიცი, როგორია თქვენი ყოფა მანდ, როგორ გენატრება თქვენი ოჯახის წევრების შვილები ისეთ ქორწინდებიან, რომ დედები საკუთარი შვილების ქორწილში ვერ ახერხებენ ჩამოსვლას და ეხა, როცა ყველაფერს საკუთარი შვილის ასწავლებ, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, იმიტომ რომ უნდა ასწავლო, უნდა ჩააცვა, უნდა აჭამო. ძალიან რთული მისია აიღეს თავის თავზე ქალებმა ჯერ კიდევ 90-იანებიდან და შესაბამისად, ამიტომაც დაგარქვეს თქვენ Skype-ის დედები და მე ვნახე ვიდეო, სადაც თქვენ ლოცულობთ თქვენი შვილებისთვის, სხვისი შვილებისთვის და მომინდა რომ ეს ჩემს ეთერშიც ყოფილიყო. უღრმესი მადლობა ნანუკა. უღრმესი მადლობა თქვენ. უღრმესი მადლობა. მინდა მივესალმო ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს, თქვენ ყველას, ჩემო ქართველო ხალხო, ჩემო საყვარელო სამშობლო. დღევანდელი დღის ძალა და მადლით ფარავდეთ. ამინ. მივესალმებით ჩვენ საქართველოს, მოვიკითხავთ ყველას. გიგზავნით სიყვარულს, გიგზავნით სითბოს, გიგზავნით არ ვიცი რაც, თქვენ არ ვიცი რაც მაქვს ყველაფერს გიგზავნით, შორეული თქვენი ქვეყნიდან, თქვენი მონატრებული ქვეყნიდან და მე ყველა ემიგრანტს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყო თქვენ, გისურვებთ რომ ამ ქვეყანაში მალე დაბრუნდეთ და გისურვებთ რომ გქონდეთ იმდენი საშუალება, შესაძლებლობა ამ ქვეყანამ მოგცეთ იმის შანსი, რომ თქვენ შვილებთან და თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად იყოთ. მე შეგახსენებთ რომ ყორონით გუშინ 857 ადამიანი გარდაიცვალა, შიმშილით კი 18504. სიმშვიდეს გისურვებთ, მშვიდობას გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და უსურვებთ რომ ყველა შვილი საკუთარ დედასთან ერთად იყოს. მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით.